აუ ვიცი რომ სხერპლი არ უნდა დაადანაშაულო არასდროს მართალია ეგრეა, მაგრამ ამ შემთხვევაში ძალიან რთულია რომ ტიპს არ შესწახო, რომ ბიჭო რა შვები, საშიშია მოერიდე ცოტა. ლაპარაკია მარკ ენტონი ბელზე, რომელიც 1995 წლის დეკემბერში ლოს-ანჯელესშია ჩასული და ძალიან უნდა რომ მოხდეს Death Row-ს საშობაო წვეულებაზე. ხმისჩამწერი კომპანია Death Row იმ დროს საუკეთესო ფართის აწყობს და ნუ აი ამას უნდა რომ იქ მოხდეს. იმის მიუხედავად რომ ეს არის გაგანია დაპირისპირების დრო. გახურებული ომია დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროებს შორის და ეს ჩვენი მარკ ენტონი ბელი, რომელიც პრომოუტერია პროფესიით, არის Bad Boys-თან აფილირებული, ფავთეთის კლასელი იყო, ახლობელია და კი მანამდე ხა Death Row-სთანაც არაერთხელ უმუშავია, მაგრამ ნუ მაინც. კაი რა. მით უმეტეს რომ რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ეს ამბები მოხდება, რასაც ახლა გიყვებით, ტიპი იყო Death Row-ში მისული რაღაც თავის საქმეზე და როცა გამოდიოდა, დაცვამ მიაწოდა ფურცელი. ამან დახედა და დაბეჭდილი ფურცელი იყო, ეწერა რომ აქ დააწერე ფავთედის მისამართი, სად შერდება ის, როცა ჩამოდის ლოს-ანჯელესში და ძირს დააგდე ფურცელი, ვალში არ დაგრჩებით. ამან დახედა ამას და დადო იქ არაფერი არ დაუწერია, წამოვიდა, მაგრამ ნუ კი უნდა მიხვედრილიყო რომ თლათ ყველაფერი მშვიდობიანად ვერ არის. თან მით უმეტეს რომ ამ წვეულებაზე მოსახვედრად მოსაწვევი არ აქვს. მაგრამ ყავს ძმაკაცი, ფოტოგრაფი, რომელიც დაიქირავეს რომ წვეულებაზე ფოტოები გადაიღოს და იმასთან ერთად წავიდა, მანამდე დარეკადეს როუში რომ მოსაწვევს ხوار მომცემთო და იმათ უთხრეს რომ არა ამას გამოყევი და არ იქნება პრობლემა შეხვალო. მოკლედ შევიდა და რას ხედავს? ყველგან კარგი განწყობა, кейფი, დროსტარება. იფიქრა რომ მოვიდა ჩემი დრო, ახლა გავშლი ფრთებს და ნახავ რა კაი ხალხი ტრიალებს აქ, მაგრამ ამ დროს მივიდა მასთან შუგნაითი და ეუბნება რომ ბიჭო, შენ ჩვენთან რატო არ თანამშრომლობო? ამან დიახ, რა ვიცი, რას არ თანამშრომლობ, რა გნებავ და ხო მოგცესო ფურცელიო. რატო არის თანამშრომლე ჩვენთანო? არ უნდა მითხრაო, ფაფიო, საჩერდება აქ რო ჩამოდისო, იქნება როგორი პატივი მინდა რო ცეო. ეს ეუბნება რომ ბატონო შუგარო, ნომერს მოგცემთო. ნიუ-იორკშიო, დარეკეთო 24 საათიანი ნომერიაო და ყველაფერს გეტყვენო Bad Boys-ზე, რაც გაინტერესებთო. შუგნაითმა ამოიხმნა და თქვა რომ ახ ნომერს მომცემო, ცხელი ხაზის ნომერს მაძლევო. წამოდიო ხალ ცალკე დავილაპარაკოთო. ესე ხელი გაუყარა, აიყვანა მეორე სართულზე, სადაც VIP ოთახი იყო. გზად ეს ამის ძმაკაცი ფოტოგრაფი შეხვდა და ესე კითხა რომ ხომ მშვიდობა გაქონდა? ამან კიო უთხრა, თუმცა აშკარად ეტყობოდა რომ არანაირი მშვიდობა არ ქონდა. იმ VIP ოთახში შევიდნენ, რომელიც სავსე იყო ხალხის, ვიღაც New York Times-ის ფოტოგრაფი იყო, ბლომად ხალხი იყო, იმათ თხოვეს რომ თუ შეიძლება აქ პრივატული სასაუბრო გვაქვს, დაგტოვეთო. ყველანი გამოვიდნენ და ერთი ახმახი დადგა კართან. შუა ოთახში დადგეს სკამი, ეს ჩვენი მარკ ენტონი ბელი დასვეს და ოთახში არიან შუგნაითი, თუფაკ შაკური, დოქტორ დრე და ვიღაც ერთი ტიპი, რომლის სახელიც ამან არ იცოდა და ოქროს კბილი აქო ესე ამბობს და ოქროს კბილა დაუძახოთ ჩვენც. ეხლა თუ რაღაც დროს შეკითხვა გაგიშთათ რომ ეს დეტალები საიდან იცი, საიდან და პოლიციის მოხსენება იმ დღესთან დაკავშირებით ჩვენებები არის საქმეში და ამ ჩვენებების მიხედვით ყვები. მოკლედ ზის ჩვენი მარკია სკამზე, შუგი თავზე ადგას, როგორც თან მარკი ყვება. თუფაკი ყურში რაღაცებს ეუბნება და ის მერე შეკითხვებს სვამს, ანუ ძალიან აქტიურად მონაწილეობს. დოქტორ დრე არ ჩანს მერე ამ ამბავში სავარაუდოდ რაღაც დროს გავიდა და ამან ვერ შენიშნა, იმიტომ რომ ეს ერთ-ერთი ბოლო წვეთი იყო ეს ინციდენტი, რის მერეც იმანთქო რომ ერთო აქ აღარ შემიძლიაო. თავიდან უბრალოდ ელაპარაკებიან, ეუბნებიან რომ ბიჭო, ფავთედის მისამართი გვინდა, პატივი უნდა ვცეთ, სად შერდება ლოს-ანჯელესში რო ჩამოდის, ეს არის რომ არ ვერ გეტყვით, რა ვიცი რა გავაკეთო, მე ეუბნებიან რომ კაი, დედამისის მისამართი მოგვეცი, ამან ვერ გეტყვით და ის ოქროს კბილიანი მივიდა და კაპან ჩასცხო სახეში. ესე არის რომ აი მე შეუბნება ოქროს კბილიანი რომ ეხლა იცოდე ჩვენ კაცი ყავს მკვდარი და შენც მოკლული წახვალ აქედან გარეთ გაგიტანენ ბიჭო. ეს მეთქინა რომ დავირტყი, ანუ არ, მაგრამ ხელოვნება სჭირდებოდა. ვინ კაცი ყავს მოკლული ცოტა ხანში გეტყვით, მაგრამ მოკლედ ეს სკამზე ზის, დრო და დრო ურტყამენ. თუფაკი არ ურტყამს, მაგრამ ნუ იქვე დგას და ესე მონაწილეობს, სულიერად მანდარის. ჩასცხეს შამპანურის ბოთლები. რაღაც დროს შუგნაითი გავიდა ტუალეტში, გამოვიდა და გამოიტანა შამპანურის ჭიქა, ბოკალი. ამას მიაწოდა და უთხრა დალიეო. ამან ხელი რომ მოკიდა თბილი იყო და უყნოსა შარდი იყო და არაო და იმან დალიე ბიჭო, ეხა Death Row უნდა ადრე გრძელო ამითიო და კიდე ერთხელ ჩასცხეს და ამ ჩაცხომამ უშველა, იმიტომ რომ დაუვარდა ჭიქა.
მოკლედ, ცოტა ხანი ცემის მერე ეს გაფოფხდა აივანზე, რომელიც ჩიდეეზოში გადიოდა და ამისმა ფოტოგრაფმა ძმაკაცმა დაინახა. გამოვარდა სახლიდან, გზაში პოლიციის მანქანა გააჩერა, თქვა რომ იქ ჩემი მეგობარს მე მგონი პრობლემები აქვს. მოვიდა პოლიცია, ამ პოლიციელის ჩვენებაში არის ნათქვამი, რომ კიბეებზე ჩამოდიოდა პიროვნება, რომელსაც ჰქონდა თვალი დაბურტული, გასისხლიანებული სახე ჰქონდა, რომ ვკითხეთ ჩვენ ჩარევა საჭიროა თუ არა, იმან თქვა რომ არა, მე უბრალოდ წავიქეცი, თუ შეიძლება ტაქსი გამომიძახეთ, წავალ სახლში. წავიდა სახლში, გადაფრინდა ნიუ-იორკში და მერე უჩივლა საქმე აღიძრა ძარცვის მუხლით, იმიტომ რომ ამას რო ცემეს თან წაართვეს ოქროს ძეწყვი თუ რაღაცა ეკეთა, ბეჭდები $30,000 ღირებულების საქონელი. ოღონდ საქმე მერე სასამართლომდე აღარ მისულა, იმიტომ რომ ცოტა ხანში უკვე რაღაც საქმე რო აღიძრა, მარკ ენტონი ბელი მივიდა დაკითხვაზე და თქვა რომ აქ რაც ჩვენება ეს რა სისულელეა, ესენი ვინ გითხრათ, ესენი არაფერი არ მომხდარაო. რო უთხრეს რომ შენ დაწერე ესენიო, ვაიმე არანაირად დავწერდი მე ამ ყველაფერსო. $600,000 გადაუხადეს, რომ ჩუმად ყოფილიყო და ჩვენება აღარ მიეცა. ეს იმდროინდელი დაპირისპირების ერთ-ერთი ლეგენდარული ამბავია. ეხლა ვიცი რომ ორი შეკითხვა გაქვს და პირველია რომ მოიცეთ, თუფაკი ეგეთი ტიპი იყო? ეს ჩვენი Keep your head up, Tupac. I see no changes, dear mama. და პასუხი მაგაზე არ არის მარტივი, იმიტომ რომ მაგ დროს იყო. მანამდე როგორც უკვე ვთქვი, ქამელეონად მოიხსენიებდნენ ხოლმე, იმიტომ რომ სხვადასხვა ადამიანებთან და სხვადასხვა სიტუაციებში სხვადასხვანაირად ეჭირა თავი. ციხეში ჩაჯდომამდე და დაჭრამდე ერთ-ერთი ძირითადი აი სახე რაც ჰქონდა, იყო რომ განიცდიდა შავკანიანთა ვითარებას, განიცდიდა რომ ჰუდში, უბანში რაც ხდებოდა, ამბობდა რომ ბლადს და ქრიფს უნდა შევარიგო და ციხეში მიდიოდა თავის მამინაცვალ მუთულუსთან, რომ იმისგან რჩევები მიეღო, რომ როგორ შეერიგებინა და ნაკლები დაპირისპირება ყოფილიყო ქუჩაში. და თუფაკი იყო ძალიან განათლებული, ძალიან ნაკითხი და ძალიან კარგად შეეძლო ლაპარაკი, როცა უნდოდა. Everybody's like you taught that from school, everywhere, big business, if you want to be successful, you want to be like Trump. Gimme, push, step, crush. Instead of us just being like slavery's bad, slavery's down, bad whitey. I mean, all right, let's stop that. But we need help. I mean, for us to be on our own 2 feet, us meaning youth or us meaning black people, whatever you want to take it for us to be on our own 2 feet, we do need help. We are living in a war zone. It's not as easy as these people are making us think, that they just got some criminal-ass black kids with guns. It is not like that. We live in hell. We live in the gutter. By the time you get out your house, you strapped to protect yourself. Because you're living in the same community that the police is carrying rifles and riot gear, the 9mm Glocks with extra bullets, the tear gas, the mace, all that. Who do you think the police is using that against? Dogs? We fighting the same villains that they fight in the street. But instead of them seeing us fighting villains in the street, we all villains. მაგრამ მაშინაც ამის პარალელურადაც განგსტერობდა, არა, ნუ ძველ ბიჭობდა, ესეთი იყო, იარაღით დადიოდა და თუ რამეა თავის დაცვად შეეძლო და ვიღაცაც დაუჩაგრია, მაგრამ აი ციხიდან გამოსulis მერე, როგორც ახალგაზრდები იტყვიან ხოლმე, villain mode-ში იყო გადასული. იმიტომ რომ ეხა უკვე რო ქუჩა შევარიგოთ ბაზარი აღარ არის მთლიანად ეს დესტროუს ჯარისკაცი გახდა ბლადი, ანუ მობ პაირუს საპატიო წევრი გახდა, ასე რომ თავის თავს უკვე ნამდვილ განგსტერს უწოდებდა. აი მე მომექეცი ცუდად მე ვიქნები ყველაზე ცუდი, მე თქვენ ყველა სისხლდავლებ და აგერ ვიდგები, როცა შუგნაითი ვიღაცას ფსლიან იმას ბოკალს მიაწვდის. და მეორე შეკითხვა, რომელიც ალბათ გაქვთ, არის შუგნაიც რაღა უნდა, ანუ რა მაგისი ბრძოლა არის და აი მაგის გასაგებად ეხა რამდენიმე თვით უკან უნდა გადავახვიოთ. თუფაკი ჯერ კიდევ ციხეშია და ნიუ-იორკში ტარდება ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული დაჯილდოება. ეს არის 1995 წლის Source Awards, ჟურნალის სახელია Source. Anybody feel close to us and join in the party because the Source Hip Hop Music Awards is on, baby! რატო ესე მნიშვნელოვანი? რატო ეს არის მეორე დაჯილდოება, რომელიც ტარდება და ეხლა არის დრო, როდესაც ხდება ჰიპ-ჰოპის საბოლოო ლეგიტიმაცია. რეპი როგორც ჟანრი კაიხანია არსებობს, მაგრამ ეხლა არის უკვე ნელ-ნელა მეინსტრიმში გადასული. ეხლა არის, როცა MTV ხშირად აჩვენებს ხოლმე კლიპებს, მაგრამ ამის და მიუხედავად Rolling Stone იქნება თუ Spin თუ სხვა რომელიმე რაღაცა დიდი ჟურნალი ჰიპ-ჰოპს ისე არ აშუქებს. ამიტომ ამათ თავიანთი მედია აქვს და Source არის ეგ. და არის დაჯილდოება სწორედ მაშინ, როდესაც გამოსულია Notorious B.I.G.'s Ready to Die და არის ალბომები, რომელიც აი მოდი ახლა გეტყვით რა, რომ საუკეთესო ალბომის კატეგორიაში წარდგენილი იყო Ready to Die, Notorious B.I.G.'s, Nas-ის Illmatic-ი,
Outkast-ის Southern Playalistic Cadillac Music და Scarface-ის The Diary. ეგეთი სრულიად კლასიკური ალბომებია. Check it out. The winner this here. And the winner Category is. We already know who it is. The winner is the Notorious B.I.G. და ეს დაჯილდოება მიდის სერიოზულად დაძაბულობის ფონზე. ერთი, იმიტომ რომ ნიუ-იორკში ტარდება და ნიუ-იორკელები არიან გაბრექილები, რომ აი დაგვიბრუნდა რეპის სამშობლოში, დაბრუნდა. იო, ეხა ნახავთ ვინ არის ნამდვილი ჰიპ-ჰოპი, ჩვენი ბიგი ყავს, ჩვენი ფაფი ყავს. ისინი არიან, გორლაზე არიან, როგორც იტყვიან ხოლმე და ორგანიზატორები ცდილობენ რომ რაღაცნაირად ეს დააბალანსონ. იმ ხრივ რომ ერთი ჯილდო West Coast გადაეცემა, მეორე ჯილდო East Coast გადაეცემა, რომ არავინ ესეთი ნაწყენი არ დარჩეს და თან ძირითადად რასაც ელიან რომ რაღაც არეულობა შეიძლება მოხდეს, არის უფრო ვიღაც ტიპები, რომელსაც ერთმანეთთან რაღაც აქვთ გასასწორებელი. რას გულისხმობ, რომ ამ რეპერების დიდი ნაწილი პირველად შეიკრიბა ერთ ოთახში, ანუ ერთმანეთი არც უნახავთ თვალით, მაგრამ აქვთ ანგარიშები ერთმანეთთან. მაგალითად, ღელავენ რომ Bone Thugs and Harmony შეიძლება იქ დაუპირისპირდეს Death Row-ს ხალხს. იმიტომ რომ ეს ბოუნები კი არიან ოჰაიოდან, კლივლენდიდან, მაგრამ არის Eazy-ის აღმოჩენილი ჯგუფი, Eazy-ის ხალხია და კი არიან ოჰაიოელები, მაგრამ ქუჩის ბიჭები არიან და თუ რამეა საკმაოდ ზრდელობად შეუძლიათ და დაპირისპირებად შეუძლიათ და მაგას ერიდებიან. კიდე არის ხალხი, რომლებიც კომპტონი არის ჩასული იქა და MC8 და DJ Quick-ს აქვთ დიდი ხნის ბიფი ერთმანეთთან, რომელიც რის გამოა კაცშულმა არ იცის, მაგრამ ერთი ქრიფია, მეორე ბლადია, ერთ ოთახში არიან და რაღაცა ერთმანეთს არ მოუწიონ. მაგრამ ესენი კარგად იქცევიან. ჯერჯერობით ცუდად იქცევენ ნიუ-იორკი, რომლებმაც უსტვინეს Outkast-ს. Outkast-ი თუ არ მოგეხსენებათ არიან სამხრეთიდან, ჯორჯიის შტატიდან არიან, ატლანტიდან არიან და მისცეს საუკეთესო სადებიუტო ჰიპ-ჰოპ ჯგუფი, თუ არ ვცდები, თავიანთი ალბომისთვის, რომელიც აბსოლუტურად ეკუთვნოდა და Outkast-ი დღეს მიიჩნევა, რომ არის, ჩემი აზრით საუკეთესო ჰიპ-ჰოპ ჯგუფია. შეიძლება სხვებმა თქვან, რომ Wu-Tang Clan-ია საუკეთესო და მესმის მაგასაც შეიძლება ეგრეც არის, შეიძლება ესე არის. მოკლედ, მაგრამ ტიპებს უსტვინეს რა ბუ არ მოგწონს Outkast-ი დაუწახეს და მე ანდრე ავიდა სცენაზე და ესეთი სიტყვები თქვა. Yeah. But it's like this though. I'm tired of folks, you know what I'm saying? Them closed-minded folks, you know what I'm saying? It's like we got a demo tape and nobody want to hear it, but it's like this, the South got something to say. That's all I got to say. მაგრამ სცენაზე ავიდა და სიტყვები თქვა, უცებ აღმოჩნდა, რომ იყო შუგნაითი, რომელიც მევიდა მიკროფონთან და აი ეს განაცხადა. Any artist out there want to be an artist and want to stay a star and don't want to have to worry about the executive producer trying to be all in the videos, all on the record, dancing, come to Death Row. ეხა ვინც იქ იყო, სულ ყველა მიხვდა ვიზე იყო ლაპარაკი. Puff Daddy-ზე იყო ლაპარაკი, რომელიც მართლაც და თავის არტისტების კლიპებში ხშირად ჩნდებოდა ხოლმე და სიმღერებშიც რაღაცა რაღაცებს იძახოდა, იმიტომ რომ უნდოდა რომ ყველგან შეტენოდა. მაგრამ აი, რატო გადაწყვიტა რომ ესეთი უპატივცემულობა გამოეჩინა ტიპისთვის თავის სახლში, რაც საშიშიც იყო, იმიტომ რომ ხა ლოს-ანჯელესშიც არიან განგსტერები, მაგრამ ნიუ-იორკშიც არიან ვიღაცა მკვლელები, რომელსაც სულ არ სიამოვნებთ, რომ აქედან კალიფორნიელი ტიპი ჩამოვიდა და ამათ აშკარად უპატივცემულობა გამოხატა ამათ მიმართ, მაგათი კაცის, Puff Daddy-ის მიმართ. რატო ქნა ეს შუგნაითმა მაინდა-მაინც არავინ არ იცის. ანუ ერთი შეიძლება რაციონალური ახსნა იყოს, რომ თუფაკი ამ დროს ციხეშია და მაგისი გულის მოგება უნდოდა, იმიტომ რომ თუფაკი უკვე ამათთან დაპირისპირებულია. მეორე რომ შეიძლება ამით ირიბად ნოტარიოს უთხრა, რომ შეგიძლია ჩვენთან გადმოხვიდეო, თუ არ მოგწონსო, კლოუნი აქვს შენთან როგორ დახტისო, მაგრამ რეალურად უფრო მგონია, რომ იმ წუთას მოიფიქრა, იმიტომ რომ მავნე კაცი იყო შუგნაითი და აბიჟნიკი, როგორ ამბობენ ხოლმე, ბული. აი მოწონდა. იმიტომ რომ სხვა არავინ გარშემო მაგის სასტავში ვინც იყო არც იცოდნენ რომ მსგავსი რაღაცა მოხდებოდა და არც მაინდა-მაინც არც გაეხარდათ, იმიტომ რომ დაიძაბა ვითარება. ეხლა ორგანიზატორები ცდილობენ რომ განმოხტონ ვითარება, ერთი ტიპი გამოვიდა და თქვა რომ ჩვენ ორივე East Coast, West Coast გვიყარს, მე ცოტა ხანში გამოეთრა Snoopy. The East Coast don't love Dr. Dre and Snoop Dogg. The East Coast ain't got no love for Dr. Dre and Snoop Dogg and Death Row. Y'all don't love us. Y'all don't love us.
Well, let it be known then. We don't give a fuck. We know y'all East Coast. We know where the fuck we at. East Coast in the motherfucking house. ეხა დღეს სნუპი ამას ისე ყვება და სხვაებიც რომ მეო ვითარების დაწყნარება უცადეო. ანუ იქო მეო ამბობო რომ ხო გიყვარვართო ჩვენო და რა საჭიროა დაპირისპირება, მაგრამ ყურები და თვალები ხო გვაქვს ეხა რასაც უნდა ამბობდეს ტიპი ხო ხედავ თუ აშკარად აგრესიულად გამოვიდა და არ მოგწონვარ და გვაყავსეთ ტრაკზე. ეგეთი ხმა იყო. ბოლოს ფავდედიმ დააწყნა რა ვითარება. I'm the executive producer that a comment was made about a little bit earlier. But check this out. Contrary to what other people may feel, I would like to say that I'm very proud of Dr. Dre, of Death Row, and Suge Knight for their accomplishments. You know what I'm saying? I'm a positive black man, and I make music to bring us together, not to separate us, and all this East and West that needs to stop. So give it up for everybody from the East and the West that won tonight. და იმ დღეს after party-ზე ლეგენდარულ კლუბ Tunnel-ში დაილაპარაკეს Suge Knight-მა და ფავდედიმ და Suge Knight-მა თქვა რომ მეო არ შენო არ მე შენზე იფიქრეო არ სისულელიაო მეო თქვი ჯერმეინ დუპრიზეო ეგო მაგასაც უყვარსო თავისი აი მე ბოდიში არ მეგონა თუ შენ თავზე მიიღებდიო რაც ხადი აბსურდი იყო მაგრამ ნუ იმ წუთას აწყობდა ყველას ეგრე და ვითომ დაიჯერეს და მაგრამ რახან ჯერმეინ დუპრი ვახსენეთ ორ სიტყვას მაგკაცებს გეტყვით იმიტომ რომ ამ დრამის შემდეგი ეტაპი მის დაბადების დღეზე განვითარდა და სწორედ ესკალაცია მაგის მერე მოხდა. ჯერმეინ დუპრი იყო და ეხლაც არის სახელიანი პროდიუსერი. კრის კროსი არის მაგისი აღმოჩენილი, რომელიც თავის დროზე ხუხდა, ერთ-ერთი დიდი ჰიტების ავტორები იყვნენ, კიდე ბაუაუ და მერე იყო ცნობილი, რომ 2000-იანების დასაწყისში ტიპი დადიოდა ჯანეტ ჯექსონთან ერთად. 8 წელი იყვნენ ერთად და ყველა მაგაზე ღადაობდა, რომ კაი ბიჭია, მაგრამ მაგვიდით რამდენს ბედავსო. მაგრამ მოუბრუნდეთ 95 წელია და მაიამიში არის რაღაც რეპერების შეკრება არის და ამას აქვს დაბადების დღე ჯერმეინ დუპრის 23 წლის ხდება. ანუ კიდევ ერთხელ რა ასაკის ხალხზეა ლაპარაკი და უფრო გასაგები არის რომ როგორი აფეთქებები და რაღაცა ვნებები და ჰორმონები ტრიალებს ჰაერში. არ გამოვიდა კარგი დაბადების დღე ჩაეშალა, იმიტომ რომ ყველას ფეხზე ეკიდა რომ მაგის დაბადების დღე იყო. პირველ რიგში ვის და ფავდედის და Suge Knight-ის ხალხს. ესენი თან მოძრაობენ დაცვებით და რაღაცა ერთი 20 კაცი პატარა არმიები დაყვება თან. შევიდნენ ორივე ღამის კლუბში და ერთმანეთს ძმას ვახლავარ როგორ მომენატრე ბიჭო დაძაბულად ცოტა ეხლა ჩვენ უნდა დავილაპარაკოთ საქმეზე იქ Mary J Blige-ის ისინი პროცენტები შენ ჯერ არ გადმოგირიცხავს გავარკვევთ ძმა მაგრამ უკვე თავიდანვე რაღაცა ესე არიან რა ჰაერში სუსხი ტრიალებს შევიდნენ შიგნით და Suge Knight-მა დაინახა ჯერმეინ დუპრი რომელიც კუთხეში დგას დაბადების დღეა 23-ის გახდა მივიდა და პადლეცი აარტყა ეგრევე სახეში ის თან Suge Knight-ი უზარმაზარია და ის ტანით პატარა კაცია გადაფრინდა ლამის ოთახის მეორე მხარეს და ადგა ესე და იმის დაცვაც ადგა და ამათ ესე დაუღრინეს და გავიდნენ შემდეგ ოთახში დაბადების დღე ქონდა საწყალს რატო გაარტყა ხელი და იმიტომ რომ ამის მომღერალს ბაუაუს რაღაცა ვალი ქონდა Suge Knight-ის ან ეს ამბობდა რომ ჩემი ვალი აქო Suge Knight-ის გვერდზე ყავს თავისი ძალიან ახლო მეგობარი Big J-კი დიდი ჯეიკი, რომელიც ტანით Suge Knight-ზე კიდევ უფრო დიდია. არის უზარმაზარი ესეც პირუტყვი, ამისი დაცვა არის, ციხიდან ახალი გამოსული, კაი ბიჭი, მოპაირო, ესეთ განან და ელაპარაკებიან იქით ფავდედის. ანუ თავიდან ძმები ვარ დაძაბულობა იყო და ეხა ბიჭო აქ ჩემი ადგილია და შენ ეხა ნუ ბლატაობ დაძაბულობაში გადაიზარდა. როგორც ამბობენ Suge Knight-ი ხელით შეეხო ფავდედის და ესე ყელით აწია მაღლა, კისერში ხელი მოუჭირა და ჩაერია ფავდედის დაცვა ვულფი მეტსახელად მგელი რომელმაც ამას ხელი გააშვებინა ცოტა ხანი დაძაბული საუბარი ჰქონდათ და ორივე მხარემ გადაწყვიტა რომ ჯობია რომ დავიშალოთო იმიტომ რომ პიკს აღწევს დაძაბულობა გამოვიდნენ და პარკინგზე ერთნი იქით ხდებიან მეორენი აქეთ ხდებიან ცოტა კიდე რაღაცა სიტყვები შენ ბიჭო გინების ხმა გაისმა იქიდან სროლის ხმა გაისმა აქედან სროლის ხმა გაისმა და Big J კი მკვდარია რამდენიმე ტყვია აქ მოხვედრილი ვინ ესროლა სავარაუდოდ ვულფმა კიდევ ადგილზე მყოფი ხალხი ამბობს რომ თვათ ეგრე ბოლომდე გადაწყვეტილი არ არის იქ იყო კიდევ ვიღაც იამაიკელი განგსტერი რომელსაც შეურაცხყოფა მიაყენეს ამათ და შეიძლება ის იყო მაგრამ ნუ მაგას ისეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ რომ
შუგნაიც მიაჩნდა რომ ეს იყო ვულფი და პირადად ხელს ადებდა ფავტედის რომ მაგის ბრალია ძმაკაცი რომ მომიკლესო. მაგრამ აი ამ დღის მერე იყო, როდესაც ეს დასავლეთ და აღმოსავლეთ სანაპიროების ომი რეალურად გაჩაღდა. აქამდე სიტყვები იყო, სიტყვებს უკან წაიღებ, მაგრამ იქ ხალხო კუბედღოს და შუგნაითი გაგიჟებულია. საქმე კიდევ ერთხელ გაუხსნელი დარჩა, იმიტომ რომ ვულფი 2000-იანების დასაწყისში რაღაც სხვა საქმეზე თავის ამბავში მოკლეს, მაგრამ ნუ მთავარი ის იყო, რომ ამიერიდან ეს ხაშლამა ბოლომდე ამოჩუხჩუხდა. ანუ beef, საქონლის ხორცი, ხაშლამა. გეთით? ხაშლამას დაუძახებ beefs, ჩემი გამოგონილია, მიჩუქნია თქვენთვის. აი ამ ამბიდან რამდენიმე კვირაში იყო, რომ ჩავიდა შუგნაითი ნიუ-იორკში, გამოიყვანა თუფაკ შაკური, რომელიც თავს გრძნობს მადლიერად შუგნაითის და დესროუს მიმართ, ამბობს რომ მე თქვენი ჯარისკაცი ვარ, აქ ვიბრძოლებ ბოლომდე და არის ბოლომდე შურისძიების გრძნობით შეპყრობილი თავიდან ბოლომდე. სხვა ამბებს ეხა ქრონოლოგიურად ყვები, მაგრამ ეხა ის ზუსტად თუფაკის რომელი სიმღერა რა დროს გამოვიდა, მაგაზე არ დავხურდავდეთ, ალბათ არც გაინტერესებთ, მაგრამ თუფაკი გამოვიდა თუ არა, დაიწყო გადასარევი ტრეკების ჩაწერა, იმიტომ რომ ეს ბრაზი რაღაცა გადაიზარდა შემოქმედებით ნაპერწკლებში, რომელიც ადუღდა და რომელიც რამდენი მეტაფორა გამოვიყენე, ნაპერწკალი როგორ ადუღდა, რა სისულელე, მაგრამ ხო ხვდებით, ფოიერვერკები დააყენა All Eyes on Me რო გამოვიდა ნახევარი სიმღერებისა, ან Other Side არის ნახსენები, ან Big Baby არის ნახსენები, ან მეგობრების ღალატი არის ნახსენები, მოკლედ განურჩევლად დედის ტრაქს იგინება მეორე მხარის მიმართ. და ეს გინება ხვდება რიკაშეტით ვიღაც ტიპებს, რომლებიც არაფერ შუაში მანამდე არ იყვნენ. იმიტომ რომ თუფაკი კიდევ ერთ ახალგაზრდულ ფრაზას ვიტყვი, main character syndrome-ით არის შეპყრობილი, მარტო თვითონ არის და ყველაფერი მაგის გარშემო ტრიალებს, him against the world, all eyes on him, ამიტომ ვინც ოდნავ სადმე რამე გაიფაჩუნა, იმის დედა. ანუ ფაფი და ნოტარიუსი ხო კარგი, მაგრამ Mob Deep Mike ხმა მოიღო, იქ Jay-Z, იქ Nas-ი აპირებს ხმის ამოღებას და მოდის სამ სხვა სიმღერაში შევაგინებ. იქ ფუჯისმა ახსენა სადღაცა რომ ზოგი რეპერი რომ მსახიობია ეგრა პონტიაო და ფუჯისი ჰაიტიდან არიან და ჰაიტელი ჯეკი და მოდი ფუჯის ვაგინოთ და მოკლედ აი ესე განურჩევლად ისვრის აკეთიკით სიტყვებს და ესე გადაიკიდა ნახევარი მოქმედი რეპერები ვინც არიან. ბიგის რაც შეეხება, ბიგი არ პასუხობს საერთოდ. ანუ აი შეიძლება აქა-იქ რაღაცა sneak diss-ი გაკრას, მაგრამ ამის სახელსავე ერთგან ახსენებს და ისიც არც თუ მაინც ნეგატიურ კონტექსტში, იმიტომ რომ ფაქტები უბნება რომ გაჩერდი ეს არ არის ჩვენი ომი, დაწყნარდებიან, გადაუვლით როდისმე, მაგრამ ესენი კი არ პასუხობენ, მაგრამ იმ სხვებს მობდიფს რომ მოხდა რაღაცა და ნას რომ მოხდა სიტყვით დაკოდილები რო არიან, იმათაც უნდებათ რომ თავისი რაღაცა პასუხი გასცენ ამ ტიპს, რომელიც აქეთ-იქიდან ტყვიამბქვევით სულ ყველას აგინებს. ხო და კი ვთქვი რომ ნოტარიუსი ჩუმად არის მეთქი, მაგრამ ერთხელ ამოიღო ხმა და არ გამოვიდა ლამაზად. შემდეგი ეტაპი ესკალაციის. ნიუ-იორკში ჩადის Dog Pound-ი, რომელიც არის Snoop Dogg-ის ნათესავების ბანდა, ძალიან კარგი ჯგუფი. და უნდა ჩაწერონ სიმღერა New York, New York, რომელიც ჩაფიქრებულია როგორც კარგი, ნიუ-იორკი რა კაი ქალაქია, როგორ გვევასება თავისი რაღაცა, ყველაფერი ისე არ არის, მაგრამ პატივსცემთ ნიუ-იორკს. რო ჩავიდნენ ქალაქში, Snoopy მიდის რადიოში, DJ Funkmaster Flex-თან, იმიდეით რომ ძმებო ჩამოსულები ვართ, კლიპს ვიღებთ და ვისაც გინდათ, მოიყვანეთ მანქანები, ერთად გადაგიღებთ, ერთად ვიტუსაოთ, რა მაგარი იქნება. Funkmaster Flex-მა ესენი რადიოში არ შეუშვა და უთხრა რომ წადით კუტა სახლებში, მე თქვენ არ შემოგიშვებთო და საერთოდ რატო ეგონა Snoop-სან ეხა რატო ყვება რომ ჩვენ ფერადი ბიჭები ჩავედით, ყველანი ძმები ვართ, როცა აქამდე უკვე ომი გაჩაღებულია და ამის ლეიბლის უფროსი და ახალი ლეიბლის წევრი სუმთლად დედის გინებაში არიან ყველასი, არ ვიცი. მაგრამ დღეს ესე ყვება რომ ჩამოვედით კლიპს ვიღებთ. მოკლედ ესენი არ შეუშვეს რადიოში, მაგრამ სამაგიეროდ შეუშვეს ზარი. სტუდიაში ზარია, Big Baby ხმა ისმის, ეგრევე მიხვდები, ვისი ხმაც არის Biggie Smalls, Notorious B.I.G, რომელიც ამბობს რომ Brooklyn, აქ არიან ხალხი ლოს-ანჯელესიდან ჩამოსულები, აქ იღებენ კლიპს, Brooklyn stand up, ესე თქვა. მართლაც მივიდნენ ცოტა ხანში ბრუკლინელები და ტყვიები გადაატარეს ტრეილერს, სადაც ესენი იყვნენ გაჩერებულები. თო. ესენი დაწვნენ, არავინ დაშავებულა, როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს. რეალურად ხალხს ეგონა რომ თუფაკი იყო იქ და იმისთვის უნდათ რომ ტყვია მოეხვედრებინათ.
მთლად ესე სნუპს არ ერჩოდნენ, მაგრამ მაინც. ესენი დაბრუნდნენ ლოს-ანჯელესში, გაცოფებულებით. ამბობენ, არ გინდოდათ რომ კაი კლიპი გადაგვეხო ნიუ-იორკზე, ეხლა გადავიღებთ ცუდს და მწვანე ეკრანზე დადგნენ და ვითომ წიხლებით ანგრევენ ქალაქს. ამაზე თავისუფლ ნიუ-იორკელებმა უპასუხეს და ნიუ-იორკის საპასუხოდ LA ჩაწერეს. მოკლედ, უკიდურესად დაძაბულია ვითარება და აი ეს დრო იყო, როცა მარკ ენტონი ბელი მივიდა Death Row საშობაო წვეულებაზე, იმიტომ რომ კაი ფართი უნდა დაენახა და კი დაალეწეს თავზე შამპანიურის ბოთლები. We thought they would love it because it was like, New York is the epicenter, it's the Mecca. All we gave a fuck about was winning over New York and them saying, you guys are good. And they shot at us, cuz, while we kicked everything the fuck over. ეხა ისიც გასათვალისწინებელია, რომ ეს ამბები უკვე ვითარდება მთელი ამერიკის კი არა, უკვე მთელი მსოფლიოს თვალწინ, იმიტომ რომ საინტერესოა დრამა, ამან იმას შეაგინა თუფაკის ზე პოპულარულია და უკვე იმისი ტექსტებიდან იცი რომ მას უღალატეს, ის გაწირეს, ტყვიებით ავს ეს და ეს მაინც ბოლომდე დგას და მხოლოდ უფალშეულია რომ ის განსაჯოს. მთელი მსოფლიო მათ შორის საქართველოს თუფაკისკენ და ვესტსაიდისკენ იყო, იმიტომ რომ აი ესე ჩანდა რომ აი გამოვიდა დაჭრილი არწივი და ეხლა ყვალყორნებს დედას უტირებს. ყველანი ვიყავით თუფაკისკენ. იმიტომ რომ აი მაგისი სიმღერები უფრო გვესმოდა. მაგრამ თან ახლა ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ East Coast-დან ბევრი ადამიანი ჩაერთო ამ ამბავში, იმიტომ რომ თუფაკმა ყველას დედა აგინა სათითაოდ და ისინი რაც ვალდებულები იყვნენ, რომ პასუხი გაეცათ და ზოგი ცემდა, ზოგი არა. მაგრამ თუ მიაქცევდით ყურადღებას ვესტსაიდიდან მაინც სხვა არავინ ამ ამბავში ჩართული არ არის. არის თუფაკ შაკური და არის შუგნაითი. სხვა ყველა არის გასუსული და ურჩევნიათ, რომ ეს ამბავი და დაძაბულობა არ იყოს. რაც არის ლოგიკური, ახლა Dog Pound-ის და Snoop-ის ამბავი მოუყევი და იქ კი გამოვიდა სცენაზე და No Love for Us და რაღაცები ილაპარაკა, მაგრამ მე ვყვება, რომ იმათანაც მეგობრობ, ნუ კაი, ტრაილერს ტყვია მოხდა. ტრაილერია, ხო, სწორი სიტყვა, სადაც ხალხი ჩერდება ხოლმე, არა დიდი სატვირთო მანქანა, არამედ სადაც არტისტები ისვენებენ. მიხვდებოდით რაზე მაქვს ლაპარაკი, მოკლედ მოხდა ტყვია, მაგრამ ესენიც long ბიჩელი ბიჭები არიან, ტყვის ზუზუნი არ უკვირთ და ეხა ეგეთი ინციდენტიც არ იყო, რომ მთელი ცხოვრება იმაზე იყოს გაბრაზებული, თან მაინც თავის ხელით არ უქნია არავის. და რახან აქავარ, სნუპი მერე ყვება, რომ უკვე თუფაკი მკვდარი იყო, რომ ნოტარიუსმა რაღაც დაჯილდოებაზე ვიყავითო და გვერდზე გამიყვანა და მითხრა, რომ ბოდიშს გიხდიო, რომ იმ დღესო რომ ტყვიები მოხდაო თქვენსო მანქანასო, სადაც თქვენ იყავითო, არ ვიყავიო მართალი მაგამ ბავშვიო. ეხა სნუპი რას ამბობს ტყუილს და რას მართავს ვერ გაიგებ, მაგრამ ნუ მინდა რომ ეს ამბავი დავიჯერო, რომ მართლა ეგრე იყო. მაგრამ ხო, დანარჩენი Death Row-ს ხალხი, დოქტორ დრე პირველ რიგში, რომელიც ესე დემონსტრაციულად მიდის და ნასთან თანამშრომლობს და მე საერთოდ მიდის Death Row-დან, მაგრამ სხვაებიც აი ისე არიან, რომ ეს რა ჩვენი პრობლემა და რა ჩვენი ომია. კაი, შუგნაით ძმაკაცი მოუკლეს, მაგრამ განგსტერი იყო ის კაცი და განგსტერები კომპტონში ყოველ დღე კვდებიან და ნუ თან ჩვენ არ ვიცნობდით მაინც რა გავაკეთოთ. თუფაკს უღალატეს მეგობრებმა ნიუ-იორკში, ეგეც საკითხავია უღალატეს თუ არა და თუ უღალატეს და კიდევ ერთხელ რა ჩვენი სახადია ის ნიუ-იორკელი კაცი, რომელიც ეხლა ჩამოვიდა და ეხლა გახლა ვესტსაიდელი, რომ ჩვენ მაგის გამო ომში ჩავებათ. ეს მუსიკოსები, ცხადია, არის ხალხი, ვისთანაც ეს ომი გულთან ახლო მიაქვს და ეს ხალხი არიან განგსტერები, Mob Pyro, Bloodsi, შუგის საძმო, რომელთაც თავისიანი მოუკლეს ერთია, Big J კი მაგათიანი იყო, მაგრამ მაგას გარდა ხულიგანი ხალხია, ჩხუბის მოყვარე ხალხია და ესეთი სახელის მოხვეჭის საშუალება ამ ომში ჩართვა. თან ახლა ისიც არის, რომ Puffy მთლად გულხელდაკრეფილი არ ზეს იქა, ანუ კი ეუბნება Big-ის, რომ სიმღერები არ ჩაწერო, მაგრამ დრო Bad Boys ხალხი ჩადის კალიფორნიაში. და ამ დროს ცოტა ეშინიათ ამ Bloodsis, ამიტომ ახლო ურთიერთობა გააბეს Crips-თან, Southside Crips-თან, რომელთანაც რაც თავისი ხალხი ყავდათ, მიესრულებოდათ და როცა ამათ კონცერტები ჰქონდათ, იმათ ზოგს ბილეთებს მიცემდნენ, ზოგს cash ჩაუკუჭავდნენ ჯიბეში, ზოგს რაღაცა ძეწვს ჩამოკიდებდნენ და ისინიც იდგნენ, ისინიც კაი მძიმე ციხიდან ახალ გამოსული თავის მჭრელი სისხლისმელი ტიპები იყვნენ და კონცერტზე ისინი უზრუნველყოფდნენ დაცვას. რაც თავის მხრივ ამწვავებდა Bloodsi და Crips-ი ხო იქ დაპირისპირებულები არიან და რაღაცნაირად ეს East Side-ის და West Side-ის დაპირისპირება ამავე დროს ნიშნავდა სამოქალაქო ომს ამ Bloodsi და Crips შორის, რომლებიც ისედაც ცუდად იყვნენ ერთად და ეხა რაღაც გამოვიდა, რომ ერთ თავიანთი ფულის ტიპი ყავთ, შუგნაითი და მეორე აქ ხარეს Puffy, რომელიც ამათაც კარგად აძლევს ფულს. The more money you make, the more problems you get. And jealousy and envy is something that comes with the territory, man. A lot of people, it's just negative energy, like my man Puff say. It just surrounds you. It makes you depressed, you know. So
I got to rap about it. And that's one of the bad things about the game is when you get large, even your friends will turn against you, man. ეს იყო ამბის ვინმე ხო არ მოკლეს ნაწილი, თუმცა ომი მხოლოდ მაგ განზომილებაში არ მიმდინარეობდა. შუგი და თუფაკი ჩალიჩობდნენ, რომ აი რადაც არ უნდა დაჯდომოდათ ფაფის და ბიგის solely to girlfriend to wins იქნებოდა გაეჟიმათ. ეხლა რამენად წარმატებულად გამოვიდა თუფაკს, მაგას გეტყვით შემდეგ სერიაში So I fucked your bitch you fat motherfucker. Did he? აი შემდეგზე გეტყვით, მაგრამ შუგნაითი რახან ვახსენე შემდეგი სერია, მოდი აქვე ჩავათავეთ მაგ აუცილებლად სათქმელ ნაწილს. სუთავიდან ვაპირებდი რომ 4 ნაწილად ყოფილიყო ეს საგა, 5 იქნება, ამის მერე მექნება ერთი სერია, სადაც თემებზე ვილაპარაკებ და ბიგის ერთ სიმღერაზე და ასევე თუ რამე შეკითხვები გექნებათ ამასთან დაკავშირებით, მაგაზე გავცემ პასუხს. ანუ რაც სხვაგან ვერ ჩავატიე, აქ მოვაქცევ სულ ყველაფერს, მაგალითად მართალია თუ არა რომ მაიკლ ჯექსონმა ცემა თუფაკი, ანუ არ არის ცხადია მართალი, მაგრამ მაგ ამბავს მოგიყვებით საიდან შეიძლება მოდიოდეს. ასევე, როგორც მირჩიეს მცოდნე ხალხმა, დონაციის ლინკი მაქვს და რაღაცა რო შესთავაზო ადამიანს დონაციის სანაცვლოთო, ვინც აი ამ დონაციის მეშვეობით შეკითხვას გამოაგზავნის, იმას გავითვალისწინებ პირველ რიგში. არ ვიცი, ცოტა კი მერე ანუ YouTube-ის კითხვებსაც გავითვალისწინებ, არ არის აუცილებელი ფულის გადმორიცხვა, მაგრამ ნუ რაღაც ჯერის და მერე სხვა. და მონეტიზაცია ხო საჭიროა ამ ბავში. თუ არ არის მაგის საშუალება, არხის გამოწერის საშუალება სულ ყველას აქვს და აჭერეთ ხელი რა იცი რაში გამომადგეს. კაი, მოვუბრუნდები ისევ საქმეს. ეშვენი შუგნაითი, რომლის მთელი სტრატეგია ცხოვრებაში ქალების შექმნის იყო, რომ ვიღაც დაჩაგრულ ხალხს დაინახავდა და მოეფერებოდა და გააწყნარებდა, მიადგა ფავდედის პირველი შვილის დედას, მისიას ბავშვობის შეყვარებულს, მისა ჰილტონს და უთხრა, რომ აი შენ ხო ქმარი გცემსო, ნახე ხა რა კარგად მოგიარო და ნახე როგორ მოგეფერო. ეხა ფავდედი დღეს ვიცით, რომ კრიფი არის და რა საშინელებებია გაკეთებული, მაშინ ან არაკეთებდა მაგას, ან არ იცოდა ხალხმა ამის შესახებ, მაგრამ სოლებს და girlfriends და ქალებს როცემდა, ეგ ძალიან კარგად იცოდნენ. და შუგმა კარგად გამოიყენა ესა, ჩაეხუტა მისა ჰილტონი, ჩაიყვანა თავისთან ლოს ანჯელესში, აგულავა და ბოლომდე როგორც იტყვიან პატიმის საღმერთო ჩემო, თუფაკიც გვერდზე ყავდა. ერთი ცნობილი საღამო არის, როდესაც თუფაკის სახლში იყვნენ ეს მისა და შუგი და თუფაკი და მერი ჯეი ბლაიჯი. ცალ-ცალკე ოთახებში განმარტოვდნენ და ვინიც ის იქ რას აკეთებდნენ. ეხა ეს რომ მისასთან ნამდვილად შუგი ჩალიჩობდა რაღაცას რამდენიმე წყაროდან, ვიცით, ერთი არის დენი ბოი, რომელიც არის Death Row არტისტი იყო, რომელიც მაშინ თინეიჯერი იყო და რომელიც ყვება დღეს რომ შუქს რო გაყავდაო ის ქალიო გვერდზე ოთახშიო, ბავშვთან რომ მერჩებოდიო, რომ რაღაცნაირად გამერთო, ძალიან საყვარელი ბავშვი იყო ჯასტინ კომპსიო. I mean, Suge, I told you that. Suge's biggest weapon, his war weapon is, you know, to mess with your girl. და ასევე შუგმა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ეთამაშება პატარა ჯასტინ კომპს, მაშინ როცა სამკვდრო სასიცოცხლო ომშია ჩართული მამამისთან, იმიტომ რომ ეგეთი კაცია შუგნაითი რა. ეხლა ჩვენ ორ მთავარ გმირს რომ მოუბრუნდეთ, ბიგის და თუფაკს ერთმანეთი არ უნახავთ, აი იმ ბედკრული ავადსახსენებელი დღის შემდეგ, როცა თუფაკი დაჭრეს და სისხლიანი ავიდა მერე და ამას თვალებში ჩახედა და მიხვდა, რომ რაღაცა ამან ცუდი გააკეთა. იმავე საღამოს, როცა თუფაკს ოპერაციას უკეთებდნენ, ბიგი საავადმყოფოში მისული იყო, ამას ყვება ბილი გარლანდი, თუფაკის ბიოლოგიური მამა, რომელიც ასევე იქ იყო, რომელიც ამბობს, რომ მოვიდა დიდი პუტკუნა ბიჭი ჩემთან და მითხრა, რომ თქვენ მამა ხართო, თუ რამეში დაგჭირდეთო, ბოლომდე თქვენთან მიგულეთო, რა ვიციო, ნიუ-იორკელი ვარო და თუ რამე შემიძლიაო გავაკეთებ ყველაფერსო და ამიტომაც ეს ბილი გარლანდი ამბობს, რომ მე არ მჯერავ, რომ რამენაირად შუაში იყო ის კაციო, იმიტომ რომ თვალებში ჩავხედე და ძალიან გუწრფელი იყო. მაგრამ მაგის მერე მოკლედ არ შეხვედრიან, ერთ ოთახში არ ყოფილან და ვინც მაგათ იცნობს, ყველა ამბობს, რომ აი 15 წუთი ოთახში რო ჩაგეკეტა ორივეო, ეგ ყველაფერი ბაზარი მოკვდებოდაო, იმიტომ რომ დაალაგდებოდაო, დაილაპარაკებდნენო და გამოვიდოდნენ იქიდან ისევ შერიგებულები და ისევ ერთმანეთის ძმაკაცებიო. და როგორც ჩანს, თუფაკმაც იცოდა ეგ და თავს არიდებდა, იმიტომ რომ აი ბოლომდე ქონდა გადაჭედილი და აწყობდა როგორი ნათქვამია, მაგრამ მაგისი შემოქმედება, რომელიც ამ დროს პიკზე იყო, მისული იყო, აი ეს ცეცხლით საზრდოობდა, რომელიც იყო ამისი ბოროტი აზრები, რომ ყველა ჩემ წინააღმდეგარი, ყველა მემერჩის და ის ყველას ნახე რა უქნა პირველ რიგში მაგ ჩათლახ. იცოდა და არ გამაფრთხილა.
ხო და ამის შემდეგ და საერთოდაც ბოლო ჯერ ერთმანეთი ნახეს 1996 წლის 26 მარტს ლოს-ანჯელესში იყო მორიგი რაღაცა დაჯილდოება Soul Train Awards, სადაც ნიუ-იორკის ხალხიც იყო ჩასული. ესეც ძალიან დაძაბულ ატმოსფეროში, იმიტომ რომ გაგანია ომი არის, ეშინიათ რომ ამათ ერთმანეთს რაღაც არ დაუშაონ. მაგრამ ნუ დაძაბული ატმოსფეროა, მაგრამ ზოგადად მშვიდობა არის. ამის ორგანიზატორებიც ერთ პრიზს აძლევენ West Coast, მეორეს East Coast, რომ სულ ყველა კმაყოფილი იყოს, მორჩა დაჯილდოება, Bad Boys ხალხი გამოდის გარეთ, პარკინგზე არიან. გამდგოს რამდენიმე ჯიპმა მოაჩერა, ერთიდან გადამოიწია Tupac-ი, ხელებით რაღაცებს უკეთებს და ყვირის, რომ West Side, outlaw for life, fuck Bad Boy, we the real niggas, fuck you. ესენი დგანან განსაკუთრებით ნოტარიუსი დგას დაბნეული, აი რაღაცა ესე რომ აი ბოლო ჯერ ტიპი ნახა საავადმყოფოში ოპერაციას უტარებდნენ იყო მისული, რამდენიმე თვეა გასული და ეხა რაღაცებს უყვირის და ამან რა გააკეთოს მაინდა-მაინც არ იცის, თვითონაც ყვირილს ხო არ დაიწყებს. ესე გრძელდება რამდენიმე წამი, ამ დროს ამისმა ერთ-ერთმა დაცვამ იარაღისკენ წაიღო ხელი ყოველი შემთხვევისთვის, იმიტომ რომ დაცვა არ დამაგის საქმე ეგ არის. მეორე მხარის ტიპებმა ეს დაინახეს და იმათაც იარაღისკენ წაიღეს ხელი და ამ დროს ესენი შეტენეს მანქანაში, წავიდნენ იქიდან და ეს იყო ბოლო ჯერ, როდესაც Tupac-მა და Big-იმ ნახეს ერთმანეთი. Now you tell me who won. I see them, they run. რეპავს Tupac-ი სიმღერაში Hit 'em Up, აი ამაზე სწორედ 2 თვის მერე გამოვიდა ეს სიმღერა ამ ინციდენტიდან და Hit 'em Up-ის გამოსვლიდან 3 თვეში Tupac-ი იყო უკვე მკვდარი. როგორც უკვე გითხარით, Hit 'em Up-ზე ცოტას შემდეგ სერიაში გეტყვით და ცოტა მეც ვილაპარაკებთ სიმღერაზე Long Kiss Goodnight. იმიტომ რომ აქამდე ვახსენე რომ Big-ის პასუხი არ გაუცია გარდა რაღაცა გადაკვრით ნათქვამისა. მაგრამ Long Kiss Goodnight არის Tupac-ის დისი. სახელი არ არის ნახსენები, მაგრამ ნუ მაგაზეა, მაგრამ განსაკუთრებული ის არის, რომ სიმღერა გამოვიდა Tupac-ის სიკვდილის მერე. და კიდევ უფრო განსაკუთრებული ისაა, რომ ჩაიწერა იმის სიკვდილის მერე. ხო და შეკითხვა გიჩნდება ადამიანს, მე გამიჩნდა, რომ აქამდე ჩუმად იყო ძმა და ეხლა მკვდარი კაცის გადისვა რა პონტია. შემდეგ სერიაში გეტყვით რა პონტია, შეკითხვები გამოვაგზავნეთ და იმის მერე სერიაში კი ორივე მოკვდება და ორივე ამბავს გამოვიძიებთ.